მოგესალმებით, ეს არის ახალი სამზე სტუდიაში თქვენთვის თამთა სანიკიძე მუშაობს. ჯონ მაკეინი ქართული ოცნების ოფისში ცოტა ხნის წინ ამერიკელი სენატორი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. საქართველოში ვიზიტი სენატორმა სწორედ ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო და პირველი კოალიციის ოფისში მივიდა. ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი. ამ შემადგენლობით იყო ქართული ოცნება დღეს აუდიენციაზე წარმოდგენილი. მაკეინთან ერთად კოალიციის ოფისში ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი სენატორი ჯო ლიბერმანი და ამერიკის ახალი ელჩი. We welcome this election. We think it is a sign of the maturing democracy here. Thank you for your willingness to serve this emerging wonderful nation. When Senator McCain was talking, correct. I don't think Ambassador Nolan. რაზე ისაუბრეს მაკეინთან შეხვედრის დროს კოალიციის ლიდერებმა. ახლა მალხაზ ჭკადუა განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მალხაზ, რა განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა და თუ მოგეცა ჟურნალისტებს თავად მაკეინთან გასაუბრების საშუალება? თამთა სამწუხაროდ მაკეინთან გასაუბრების საშუალება ქართულ ჟურნალისტებს არ ქონია, ისევე როგორც სხვა ამერიკელ კონგრესმენებთან. მაკეინთან ერთად შეხვედრაზე მისული იყო ასევე ჯონ ლიბერმანი და კიდევ ერთი კონგრესმენი გრემი, რომელმაც მაკეინის მსგავსად უკომენტარულად დატოვეს შეხვედრა. მათთან ერთად, როგორც შენ უკვე ერთხელ აღნიშნე, იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც ასევე კომენტარის გარეშე დატოვა ქართული ოცნების ოფისი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის მაია ფანჯიკიძესთან ერთად ორი პერსონა აღმოჩნდა, რომლებმაც გააკეთეს კომენტარი მედიასთან. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან და დიპლომატებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საგარეო და საშინაო ურთიერთობების პრიორიტეტებზე, რომელთა ყურადღების გამახვილებას აპირებს ქართული ოცნება იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვა. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც დღეს დაზუსტა ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს გახლავთ მისი ბოლო ქონება რუსეთის ტერიტორიაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელ სენატორებსა და დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო კომპანიამ, რომელმაც შეიძინა მისი ბოლო ქონება რუსეთში, ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის საკითხში არსებული ფირმა, შეიძინა სწორედ ამერიკულმა ფონდმა, რასაც ხაზზე გაუსვა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ მის კომენტარს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან აინტერესებდა ჩვენი პოზიცია, ძალიან აინტერესებდა დღევანდელი რეალურად მდგომარეობის დახატვა ჩვენგან და გამოხატვა ჩვენი პოზიციების. გაუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაცია, მათ კარგად დაინახეს, მე მგონი კარგადაც იცოდნენ, მაგრამ ჩვენგან დაინახეს კიდევ დღევანდელი რეალობა. მე პირადად ბიოგრაფიულადაც გავეცანი, ძალიან აინტერესებდა თქვენ ვიყავი რეალურად და მოვუკითხე რუსეთთან დაკავშირებით. აი რუსეთის კონებასთან დაკავშირებით, რასაც ატრიალებდნენ დღეს და მუდამ სააკაშვილი ძახის როგორ გაყიდდა და რანაირად გაყიდდა. იცით უთხარი ბატონ მაკეინს, რომ გუშინ ამერიკულმა ფონდმა შეიძინა ჩემი ბოლო ქონება, რომელსაც მე გვირდებოდით, რომ სოფლის მეურნეობა არ მქონდა გაყიდული და სოფლის მეურნეობის პროექტის ბოლო ქონება, რაც იყო ჩემი რუსეთში გაიყიდა გუშინ და ეს იყიდა ამერიკულმა ძალიან ცნობილმა ფონდმა. და ის ილუზიები და ის სიცრუეები, რასაც სააკაშვილი ხატავს, რომ რაღაც კრემლის აგენტი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახეს, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ნახეს ის ძალადობის და სიცრუის ფაქტები ძალიან ბევრი, რომელიც ჩვენ გავაცანით და აი მოკლედ ესეთ საუბარი გქონდა და მათ გამოთქვეს იმედი, რომ მიუხედავად ყველაფერი ამისა, ჩვენ მოახერხებთ და ჩვენ შევბირთით მათ, რომ მიუხედავად ყველაფერი ყოველგვარი ამ სიცრუისა და ძალადობისა, ჩვენ აუცილებლად მოახერხებთ და ჩავიყვანთ ხელისუფლებას ბოლომდე არჩევნებამდე, 1 ოქტომბრამდე მივალთ და აუცილებლად დემოკრატიულად აუცილებლად არჩევნების გზით მოახერხებთ და ჩავანაცვლებთ მოძალადე ხელისუფლებას. მობილიზაციაზე არის საუბარი არჩევნების შემდეგ თქვენი და რა რეაქცია გქონდა ამაზე? ამას თქვენ რუსთავი ხართ, ხო? ეს მობილიზაცია თქვენ და კიდევ ვიღაცები ამ კითხვებს აგრძელებენ. მათ არ ქონიათ მსგავსი კითხვები, ისინი ძალიან კარგად იცნობენ და ძალიან კარგად ერკვევიან რა ხდება დღეს რეალურად საქართველოში და მსგავსი შეკითხვას კი არ გაშენიათ მათ. მას თქვენ ავრცელებთ და თქვენ გონიათ და თქვენ ფიქრობთ ესე სააკაშვილისგან მართული ტელევიზიები, რომ რაღაც დაპირისპირებას ვაპირებთ და ამაზე გვაქვს ჩვენ გეგმები აგებული. არც ერთ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არც ერთ შემთხვევაში ჩვენი კოალიცია არ მოუწედებს და არ მოხდება ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. ჩვენ მხოლოდ კანონიერი გზით, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოვახერხებთ და გავისტუმრებთ მოძალადე ხელისუფლებას. დეტალურად მათ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში
პროცესში უწევს ქართულ ოცნებას საარჩევნო კამპანიის წარმოება. ისინი დაინტერესდნენ ჩვენი მომავლის ხედვით, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის დარგში და ამ კითხვებზე მიიღეს პასუხი. იმაზე იყო რასაკვირველია ძალიან მცელი საუბარი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში და ხაზი გაესვა იმას, რომ არჩევნების დღე არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, არჩევნებამდე პერიოდი და არჩევნების დღის შემდეგი პერიოდიც არის ასევე მნიშვნელოვანი, რომელსაც უნდა დააკვირდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, სანამ გამოიტანენ დასკვნებს და გადაწყვეტენ თუ როგორ ჩაიარა არჩევნები. რასაკვირველია, საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ასპექტებზე, ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რაც მნიშვნელოვანია კოალიციისთვის. ამერიკული დელეგაციის მიღებამდე ქართულმა ოცნებამ უმასპინძლა სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა პრინციპში უკვე შეიძლება ითქვას, რომ იქცა ტრადიციულად. სოზარ სუბარს ვესაუბრებთ, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კოალიციისა, მან აღნიშნა, რომ ოცნებამ მიაწოდა ინფორმაცია დიპლომატებს იმის შესახებ, თუ რა გზით ახდენს ზეწოლას ხელისუფლება მთავარ პოლიტიკურ ოპონენტზე. ჩვენ ამ კომენტარსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ლაპარაკია საარჩევნო გარემოზე და იმ ვითარებაზე, რომელიც ხდება, სრულიად არათანაბარი საარჩევნო გარემოა კიდევ ერთხელ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ზოგჯერ გარკვეულ პროცესებს აჩერებს და ზოგჯერ გარკვეული შედეგები არის. ის რომ 3 და 4 სექტემბერს უნდა მომხდარიყო ქართული ოცნების შემომწირულთა აუქციონები და მათი ქონება უნდა გასულიყო აუქციონზე და გაყიდულიყო, უბრალოდ სახელმწიფო საკუთრებაში გადასულიყო, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის შედეგი. ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა პირობა დადო უბრალოდ რომ თუ თქვათ მათი დათვლით რომელიმე პარტია გადააჭარბებს დათვლილ თანხას იმ მაქსიმუმს, რომლის დახარჯვის უფლება აქვს, ეს არ იქნება მისი არჩევნებიდან მოხსნის საბაბი თუ მიზეზი, ესეც შედეგია, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი ზეპირი განცხადებები და მით უმეტეს ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ შეღავათ, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთი, რომ სწორად მოხდეს კალკულაცია და თუ სწორად მოხდება კალკულაცია, მაშინ ჩვენ დახარჯული გვაქვს დაახლოებით 10%-იც კი არა იმისი, რისი დახარჯვის უფლებაც გვაქვს. თუმცა ასეთი განცხადებები გაკეთა ქართულ ოცნებაში დიპლომატებთან და უკვე შემდგომ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რაც შეეხება ამერიკელ სენატორებსა და დიპლომატებს, მათ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. არჩევნებამდე 24 თვით ადრე ისინი ხვდებიან ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს და ასევე რა თქმა უნდა ბუნებრივია ხელისუფლებასაც. გმადლობთ მალხას. მაკ-კეინისა და კოალიციის ლიდერების შეხვედრის დეტალებზე მალხას ჭკადუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში და მე ახლა გავაგრძელებთ თემას, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ჯონ მაკ-კეინთან საუბრის დროს ახსენა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში საკუთარი ქონება უკვე გაყიდა, დღეს სააგენტო ინტერფაქსიც ავრცელებს. ივანიშვილმა რუსეთში თავისი აქტივების გაყიდვა დაასრულა, წერს სააგენტო. მისივე ცნობით ივანიშვილის აგროსამრეწველო კორპორაციას სტოილენსკაია ნივას ამერიკული საინვესტიციო ფონდი არკო გრუპი ყიდულობს. გარიგების თანხამ კი 180 მილიონი დოლარი შეადგინა. გაყიდვის პროცედურები სააგენტო ინტერფაქსის მიხედვით უახლოესი 2 თვის განმავლობაში დასრულდება. ჯონ მაკ-კეინთან ერთად თბილისში დღეს კიდევ ერთი მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ანდერს ფოგ რასმუსენის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს წუთებში უნდა დაეშვას. აეროპორტიდან წინასწარი ცნობით რასმუსენი პირდაპირ ავლაბარში გაემართება, რადგან პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან არის დაგეგმილი. ასევე დღის წესრიგში გაწერილი არის მიხეილ სააკაშვილისა და რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია. We have inaugurated the liaison. Ask the ambassadors to fill the gap of ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზეც მივა და იქ მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მანამდე კი ამბასადორიალის მეორე დღე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა გრძელდება. ამ მიმართულებით დღეს ქართველი ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო უწყებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებენ, თუ რა უნდა გააკეთონ მათ საკუთარ ქვეყნებში არაღიარების პოლიტიკისა და დეოკუპაციის მიმართულებით და როგორ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ვისაუბრეთ იმ თემაზე, თუ რა მდგომარეობა აღიარების პოლიტიკასთან, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა საქართველოს საგარეო უწყების და ვერავინ ვერ უარყოფს ამას, რომ პრაქტიკულად შეჩერებულია ეს პროცესი და ყველა ის ძალისხმევა, რომელსაც მიმართავს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ქართული დიპლომატიის ძალისხმევით დიდ წარმატებებს ვეღარ პოვებს ამ მიმართულებით. თუ რა მცდელობები იყო, როგორ მიმდინარეობს ეს სამუშაოები რუსეთის მხრიდან, აი ამაზე მქონდა ჩვენი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გეგმების დაისახა, რათა ეს მცდელობები მომავალშიც არ იყოს წარმატებული მათი მხრიდან. ამბასადორი ელსტუმარი ცხავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სიტყვით უკვე გამოვიდა. ჰექტორ ტიმერმანმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ვრცლად ისაუბრა. ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ეს არის სფეროები, რომლებშიც დიპლომატმა დღეს ქართველ კოლეგებს მჭიდრო კონტაქტების განვითარება შესთავაზა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არგენტინა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას მომავალშიც განაგრძობს და ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას მხარს უჭერს. ეს რეგიონი შორსაა ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან. თქვა გამოსვლის დროს ტიმერმანმა ტრიბუნასთან. განათლების სფეროში ჩვენ დავიწყებთ უახლოეს მომავალში თანამშრომლობას. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს და რა თქმა უნდა ამ გეგმების განხორციელება დაიწყება სამართლებრივი ბაზის შექმნით. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ სიტუაციაზე, რომელიც არის სამხრეთ ამერიკაში და ჩვენ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში და დღეს ჩემი კოლეგა და მეგობარი გააგრძელებს დღეს პრეზიდენტთან შეხვედრით. არგენტინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 1990 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ეტაპზე საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და განათლების სფეროში უნდა შედგეს. გლობალურ სამყაროში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობა, რომელსაც გლობალიზაციის პროცესი გვაძლევს და ერებს შორის პირდაპირი დიალოგის შუამავლების გარეშე უნდა წარიმართოს. ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს პასუხობს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დეპარტამენტს უპასუხა ლავროვის უწყება დეპარტამენტის ბოლო მოხსენებას კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს, იქ გამოთქმულ მოსაზრებებს კი მოსკოვის მიმართ გამოთქმულ ძველ პრეტენზიებს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ნაწყვეტი განცხადებიდან, რომელიც ლავროვის უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ძველი სქემებისკენ დაბრუნება შეუძლებელია. თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით საჭიროა მივიდეთ ახალ შეთანხმებად. მოხსენებაში დარღვევებად სახელდება რუსის სამხედროების ყოფნა მოლდოვასა და საქართველოში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ამის გაუთვალისწინებლობა შეიძლება უარყოფით და დაისახოს ევროპის სამხედრო უსაფრთხოების განმტკიცებაზე, რომელშიც ღიაცის შეთანხმებაც შედის. ნათქვამი არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააკაშვილის დესპოტიზმი უნდა დასრულდა სასაქვია სტატიას, რომელსაც მონჩი სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს. ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი მოქმედ ხელისუფლებას ავტორიტარს უწოდებს და იმ რიტორიკაზე წერს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი არჩევნების წინ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ზურაბიშვილი ეხება 2008 წლის ომს, საუბრობს ცვლილებების აუცილებლობაზე და გამოყოფს ბიძინა ივანიშვილის როლს. სტატიაში ავტორი მოახლოებულ არჩევნებს გადამწყვეტად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ 1 ოქტომბერი გაარკვევს. გახდება თუ არა საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მუდმივი და ბაძავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინს. ჯარიმები, გაყინული ანგარიშები, ზეწოლა დაშინება. ყოფილი მინისტრი წინა საარჩევნო გარემოსა და დარღვევებზეც მიუთითებს და ამ კონტექსტში საზოგადოებრივი აზრის კვლევებსაც ახსენებს, რომლებიც მისი აზრით არც თუ სანდოდ მიიჩნევა. ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და მზად არის ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ნათქვამია სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრის ვრცელ სტატიაში. პოლონეთისა და შვედეთის პირველი დიპლომატები კახეთში. საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. ქვეყნის პირველმა პირმა სტუმრებთან ერთად ჯერ ყურძენი დაკრიფა. შემდეგ სტუმრებს პურის სხობის პროცესი ეჩვენა, შეიყვანა მარანში და გააცნო ღვინის დამზადების ტექნოლოგიები. მინისტრებმა სიმბოლურად საწნახელში ყურძენიც დაწურეს. მოგვიანებით სააკაშვილმა ყვარელში ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღო. ღვინის დამზადებისა და არყის გამოხდის ტრადიციული ტექნოლოგიების შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ფიჯიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე ესაუბრა. მინისტრების მასპინძლობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების კრიტიკაც მოასწრო და ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ქართული ღვინისთვის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა. And then it's ready. That particular size? Oh, yeah, I'm obligated. That's the way it is. Yeah, bloody warm down there.
ერთი ჩვენ პოლიტიკურ ძალად ფულს ხარჯავს თან სოფლიოში რომ უთხას რომ ქართული ღვინოს ხარისხი კატასტროფაა ძალიან ცუდიაო და არ დალიოთო ესე იგი ისინი არ გვეყო ჩვენი მეზობლები და ეხლა ქვეყნის შიგნით გაჩნდა ხალხი რომელიც ეტყობა მე და ჩვენ და ეგენი სხვადასხვა ქვეყნებში დაიბადნენ უცხოეთში ხარჯავენ ფულს რომ ყველა შეატყობენ ჩვენმა ხალხმა პოლიტიკოსებმა რომ არ ვარგა ქართული ღვინო არ დალიოთ როგორ არ უნდა გიყვარდეს ჩვენი ქვეყანა რომ ეგეთი რაღაცები იწახო რატო უკვე მეორე დღეა თურქეთში მყოფი ქართველები გაურკვევლობაში არიან. დასასვენებლად წასული ჯგუფი სასტუმროებში კვლავ ვერ შედის. მიზეზი ფინანსური პრობლემაა. ტურისტულმა კომპანია ენტურმა სასტუმრობის მენეჯმენტს დასასვენებელი თანხა დროულად არ ჩაურიცხა. ქართველების ჯგუფი ქემერთან ახლოს საზღვაო კურორტზეა. თურქეთში მყოფთა ნაწილი სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ტურისტული კომპანია თანხის ჩარიცხვას დაჰპირდა, თუმცა სასტუმრობის ხელმძღვანელებს მათთვის ამ დრომდე არაფერი უცნობებია. იმის გამო, რომ სასტუმროები ქართველი დამსვენებლების მიღებაზე უარს ამბობენ, ნაწილმა ნომრის დღიანი ღირებულება გუშინ თავადვე დაფარა. რაც შეეხება ენტურის ტურისტული კომპანია დღეს უკვე კომენტარს აღარ აკეთებს. ერთი პრობლემთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია იყო და ახლა მასში კაცია რამდენადაც მახსოვს. და აქცენტაციაში აქცენტი ადამიანი არ შეგვიშეს, იმიტომ რომ ეს სამფარო გამოდიოდა. სამფარო გამოდიოდა, სიტუაცია არავინ არ შეეცედა, ვისაც დიდეში კონდა, ვისაც სამფარო უწევიან აღრომის სამფარო და ისინი დაადინავენ. დოგმა ისე დააგეთა, რომ ორი წლის სამფარო დაიხადა და უახლოებით დღეს კონდა შეკაუდი და ეს გამოსახალებინა თავრებრივი ინფორმაცია დეტალიზირებულია. ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას NDI-ის კვლევების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. დღეს მმართველი პარტიის სახელით ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგები SIS მეოთხე ნომერმა. ახალმა სახელმ თინათინ ბოკუჩავამ შეაფასა. პარტიისთვის NDI მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია, მის მიერ ჩატარებული კვლევები კი არჩევნების ჩატარების მთავარი ხელშემწყობია. თუმცა მსგავსი კვლევებისადმი ქართული ოცნების დამოკიდებულება მმართველი გუნდისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია. ბოკუჩავას აზრით NDI-ის ბოლო კვლევით გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისგან მოსახლეობა ცალსახად არ უჭერს მხარს. მოსახლეობა ცალსახად არ უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ხელს შეუწყობს ჯანსაღ წინა საარჩევნო გარემოს. ჩვენთვის ძალიან უცნაურია და მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი კოალიცია ქართული ოცნება წინა საარჩევნო პერიოდშიც განაგრძობს ისეთი ორგანიზაციების, როგორც არის NDI და IRI, მათ მიერ ჩატარებული კვლევების დისკრედიტაციას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია, რომ კოალიცია ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს მოახდინოს ასეთი სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების დისკრედიტაცია. იმედი მაქვს სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება. ამ სიტყვებით მიმართა დღეს პატრიარქ მამრელს ილია მეორე ბოლნის სტუმრობს. სიონის ტაძარში პარაკლისის გადახდის შემდეგ უწმინდესი სოფელ ქვემო ბოლნიში ჩავიდა და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა. საუბრისას პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში მცხოვრების სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე გაამახვილა. მოგვიანებით ილია მეორემ ბოლნისის ეპარქია მოინახულა. დღის განმავლობაში კათოლიკოს პატრიარქი კვარციტის საწარმოსა და სოფელ რატევანის ეკლესიასაც ესტუმრება. დღეს ფაქტობრივად ბოლნის ეპარქია გამოცოცხლდა. მოწმინდესი ჩამობრძანდა და ჩვენ აქამდე ვცდილობდით, რომ ქართული სულისკვეთება რაღაცნაირად არა მხოლოდ დაგვეცვა, აგვეღორძინებინა კიდეც და მაგრამ მიუხედავად ამისა, უწმინდესის ჩამოსვლამ ფაქტორი ხელა იმპულსი მოგცა ჩვენ რომ ხვალდაზე უფრო მეტ და უფრო დიდ საქმეებს გავაკეთებთ. ძალიან გახარებულები ვართ და დიდება უფალს, რომ ეს დღე დადგა პატრიარქი მოგზანდა ჩვენს მიწა-წყალზე. რა გახდა გორის სამხედრო ნაწილში 19 წლის სამხედროს თვითმკვლელობის მიზეზი? საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კობა მახარაშვილი თვითმკვლელობამდე სერჟანტმა თენგიზ გელაშვილმა მიიყვანა. გელაშვილიც იმავე სამხედრო ნაწილში მსახურობდა. შესაბამისი განცხადება პროკურატურის წარმომადგენელმა გორში გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. ამ სხდომის შესახებ კი ინფორმაცია დღეს საინფორმაციო პორტალმა ქართლი ჯიმ გაავრცელა. პროკურატურის მიერ ნახსენების სერჟანტი ამბობს, რომ მახარაშვილს ხელი მხოლოდ ორჯერ გაარტყა, რაც მისი აზრით თვითმკვლელობის მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო. თავად გარდაცვლილის ოჯახი კი თვითმკვლელობის ვერსიას ახლაც და 2 თვის წინაც კატეგორიულად გამორიცხავდა და თავიდანვე მკვლელობაზე საუბრობდა. ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ მახარაშვილი მოკლულია. შეგახსენებთ, რომ მახარაშვილის ცხედარი 12 ივნისს იპოვეს. მას პირისგულში ავტომატით ჰქონდა ტყვიანი ასროლი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სერჟანტ გელაშვილს 4 წლიანი პატიმრობა ელის.
რატომ ემალება როლანდ ახალაია ჟურნალისტებს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს მედიისგან ფარულად მართავს. ყველა საარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე მედია საშუალებებისთვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ მეცხრე არხისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი, თუმცა კამერის გამოჩენისთანავე ახალაიამ ტერიტორია დატოვა. ჟურნალისტებმა კანდიდატს შეკითხვით მიმართეს, თუმცა ადრესატმა პასუხის გაცემას თავი არიდა და მანქანაში ჩაჯდა. სანამ ახალაია წავიდოდა, მანამდე ჩვენმა ჯგუფმა შეხვედრაზე მიკროავტობუსებით მიყვანილი ადამიანები დააფიქსირა. მაჟორიტარობის კანდიდატ ძირითადად საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ხდებოდნენ, რომლებმაც კომბინატის დასახლება მიკროავტობუსებით დატოვეს. ჟურნალისტებს რატომ არ ეპატიჟებთ შეხვედრას? სად დაუპატიჟო? არჩევნების მეორე დღეს დავპატიჟებთ ყველას. ორში შეხვედრებზე რატომ არ გვეპატიჟებთ? ორში. კარგი, არ გინდათ. ალასანიას დებატებს თუ დაგახსნებით, ბატონო როლანდ. პასუხი ხო გითხარით? გითხარით დებატები ჩემ ამორჩეველთან მაგის დღეს და ალასანიასთან არ გეკნებათ? არ ვიცი, ვნახოთ. თქვენი ოპონენტია ბატონი ირაკლი ალასანია. ჩემი ოპონენტია ეს ალასანია არ არის. ჩემი ოპონენტია ხალხი. ეს ხალხი. და ჟურნალისტები რომ დაესწრონ ამ შეხვედრას, ამე პრობლემას წარმოადგენს. ისედაც, ხო ესწრებით ისედაც. თქვენთვის ეს ინფორმაცია მომგონეთ რომ როდის ვესწრებით, ვერ ვესწრებით. დღეს სრულიად შემთხვევით გავიგებთ. ოღონდ შემთხვევით გაიგებთ მომავალში. მეცხრე არხის მრჩეველთა საბჭო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. საბჭო შექმნეს ვრცელი სტატიები უკვე მიუძღვნეს ფრანს პრესმა, SNBC-მ და იაჰუს ბრიტანულმა პორტალმა. პუბლიკაციებში ხუთკაციანი საბჭოს წევრების, მათ შორის ლარი კინგის კომენტარები არის მოყვანილი. შეგახსენებთ, რომ მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე მეცხრე არხის ხელმძღვანელობამ გუშინ განაცხადა. საბჭოს შემადგენლობა ასეთია: ლარი კინგი, CNN-ზე ლარი კინგის შოუს წამყვანი და ცნობილი ქველმოქმედი, ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, ნიუ-იორკ ტაიმსის საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი, ყოფილი კონგრესმენი ლი ჰამილტონი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე, დავიდ როვილსონის ცენტრის ყოფილი პრეზიდენტი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისო აღიარებული დამცველი რობერტ მენარდი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ახალი სამზა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მოეწყო. მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩაზე ცენტრპოინტისგან ნაყიდი ბინების ჩამორთმევა გააპროტესტეს. ადგილობრივებმა კომპანიისგან საცხოვრებელი ფართები ჯერ კიდევ 2006 წელს იყიდეს. კორპუს სამშენებლო კომპანია ბათუმის მერიასთან ერთად აშენებდა, თუმცა მოგვიანებით გარკვეული ვალდებულებების გამო ბინები მერიას გადასცეს. ცენტრპოინტის მმართველი კომპანია დექსუსი კი მოქალაქეებს კომერციულ ფართებს მაგნოლიაში სთავაზობს, რაზეც ადგილობრივები არ თანხმდებიან. ბათუმის მერია კი პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ 65-ვე ოჯახი კომპანია დექსუსმა უნდა დააკმაყოფილოს. ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ კორპუსებს კი ქალაქის მთავრობა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყენებს. ჩვენ დავდივართ ქალაქის მერიაში რობერტ ჩხაიძესთან, იქ ვერავით არის პასუხი ვერ მივიღეთ. მე ბატონ ვარშალომიძესთან სად არ დავდივართ, ფინანსთა მინისტრთან, არავინ, ესე იგი წესიერი პასუხი არ მოგცა. ყველა გვატყვილებს, ყველა ესე იგი როგორ გითხრათ, ესე იგი უკვე მტრებად მიგვიჩინეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვაკითხავთ, ყოველთვის ვაწუხებთ. ჩვენ მაგისი საშუალო მქონოდა. იქ მაგნოლიაში კი არ მივიდოდით, ან შენებაში კი არ შევიტანით ნაწილ-ნაწილს. მაშინ ვიყიდი ბინასა შვილს შევასახლებდი მაშინ. ხო, ჩვენ საწავიდეთ, ვითხოვთ სააკაშვილიდან ჩვენ რომ სანამ არჩევნები მოხდებოდეს, ჩვენი საკუთრება დაგვიბრუნოს. არ ხდება, თავიდან ხდებოდა, კიო, გვეუბნებოდა, ყვიდებოდა, მაგრამ ეხლა იმალებად ქართულმა დასმა დღეს ჟურნალისტებს საკუთარი წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. გაიმართა სოციალური პროექტების პრეზენტაციაც, კომუნალური გადასახადების ტარიფების შემცირება, ხარისხიანი განათლება და დევნილთა თავშესაფრებთან დაკავშირებული პრობლემების დროულად მოგვარება. ასეთია ბაღათურიას წინა საარჩევნო დაპირებები. ქართული დასის ლიდერი პირობასდებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინდია გულუასთან ერთად შექმნის დევნილთა დახმარების სპეციალურ ფონდს, რომელიც იძულებით გადაადგილებული ადამიანების ბინების შეძენაზე იზრუნებს. გაზის ტარიფი ნაცვლად 51 თეთრისა გახდება 23 თეთრი. იმიტომ რომ ჩვენ საზღვარზე გაზს შემოვიტანთ $200, ნაცვლად სააკაშვილის მიერ შემოტანილი $460-ისა და ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭირო, ასეთი სპეკულაციური ფასი არის სააკაშვილის კორუმპირებული ინტერესი და სხვა არაფერი. სხვადასხვა პროექტებზე იყო დღეს საუბარი, ძირითადად ენერგომატარებლებთან დაკავშირებით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. მომავალში ჩვენ გვექნება განათლების პროექტზე საუბარი. მიგვაჩნია, რომ განათლება არის საწყისი მთავარი თემა ქართული საზოგადოებისათვის.
ახალი წინასაარჩევნო პროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ICT, აგრეთვე ლიბერალური აკადემია და საერთაშორისო გამჭვირვალობა ერთობლივ წინასაარჩევნო პროგრამას იწყებენ. ამ პროექტის ფარგლებში მოსახლეობა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე მეტ ინფორმაციას მიიღებს. ასევე პროგრამის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. დღეს პირველი ასეთი შეხვედრა ეროვნულ დემოკრატებმა გამართეს. გურამ ჩახვაძემ ჟურნალისტებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში ეროვნულ დემოკრატებმა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. ძირითადად ეს იქნება უმუშევრობა, როგორც ჩახვაძე პირობასდებს, მათი გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება დასაქმების სააგენტო, რომელიც ამ პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს. ასეთი საქმიანობა გვაქვს მომზადებული პროგრამა, მაგრამ თქვენს ნებართვით ჩვენ შევარჩიეთ ერთი მიმართულება, იმდენად რამდენად დასაქმების საკითხი არის ძალიან აქტუალური, უმუშევრობა არის საზოგადოების პრობლემა და არა ცალკეული პიროვნების, ასე არის ჩვენთან აღქმული ეს, მაგრამ სხვანაირად ფიქრობენ დასავლეთში და რაც ფიქრობს სწორი არის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი პიროვნება არის უმუშევარი, ეს არის ობიექტური მიზეზების გამო. გაათავისუფლეს თუ არა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით დღეს თამარ კაიკაციშვილის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა. კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი სასწავლებლის დირექტორს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. დღეს მან მეცხრე არხთან პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა და გათავისუფლების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა. კაიკაციშვილი ამტკიცებს, რომ ის სამსახურიდან ბიძის ვაჟა ბერიძის მიზეზით გაუშვეს, რომელიც ქართული ოცნების მრჩეველთა საბჭოში შედიოდა. დაამძიმა კიდევ უფრო ამის მდგომარეობა თანაზომიერ მე მომიწოდეს რომ მევლო ეკლესიაში ჩემი ტყუილების ვითომ და აღსარებები ჩამებარებინა მოძღვრისათვის შემდეგ თითქოს და მე წარსული სხვა სამსახურებიდან ვიყავი გამოგდებული და იქ იყო ძალიან უხეში ტონი, ძალიან უხეში მიმართვები, რასაც მე ჩემი ბიოგრაფიით და ჩემი ცხოვრების სტილით არ ვიმსახურებ. ის ადამიანები, რომლებმაც ამ თათბირზე ეს მოისმინეს, სამწუხაროდ ვერ გააპროტესტეს იმის გამო, რომ ისინი იმყოფებიან და ეხლაც არიან წნეხის ქვეშ. მოპასუხე მხარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გააუქმებს თუ არა დავით მჭედრიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებებს თამარ კაიკაციშვილის გაფრთხილებასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მოუხდის თუ არა მას იმ შემადგენლობის წინაშე, სადაც შეურაცხყოფა მიაყენეს ადმინისტრაციული თათბირის წინაშე ბოდიშს, მოშლის თუ არა მასთან შრომით ხელშეკრულებას და გაატარებს თუ არა სხვა იმ პირობების დაკმაყოფილებას, მოახდენს თუ არა პირობების დაკმაყოფილებას, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით. როგორ აპირებენ ლეიბორისტები ჯანდაცვის სფეროს განვითარებას? დღეს შალვა ნათელაშვილის გუნდმა ჟურნალისტებს ახალი ინიციატივა გააცნო. პარტია პირობასდებს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით 12 უფასო საავადმყოფო საამოქმედებს. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, უფასო სტაციონარები კერძო საავადმყოფოების ბაზაზე გაიხსნება. წინასწარი გათვლებით პროექტი წლიურად 48 მილიონი ლარი დაჯდება. რომ 20-25% საქართველოს ჩვენი მოსახლეობა ხშირად იღუპება იმის გამო, რომ მას არ აქვს ელემენტარულად ექიმთან მიმართვის საშუალება. ამიტომ ლეიბორისტული პარტია ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე თუ უმრავლესობით მოვიდა კანონის სახით, ხოლო თუ ბარიერი გადალახა და ფრაქცია შექმნა, შემოდის ასეთი ინიციატივით. შეიქმნას 12 სტაციონარი, 12 მუნიციპალური უფასო საავადმყოფო საქართველოს ყველა რეგიონში. იმ დროს, როდესაც საქართველოში ერთი ხიდის მშენებლობა 40 მილიონი დაჯდა, ბიუჯეტმა უნდა გაიღოს 48 მილიონი, იმისათვის რომ ჩვენს ადამიანებს მივცეთ საშუალება იმკურნალონ. პროგრამებთან ერთად გრძელდება წინასაარჩევნო შეხვედრებით. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დღეს გლდანულაში სოციალურად დაუცველ ოჯახში მივიდა. თამარ ნამგალაური 4 მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ დედასთან ერთად ნაქირავე ბინაში ცხოვრობს. 2011 წელს მან საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თხოვნით მერიასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ ქრისტიან-დემოკრატების წევრი ნამგალაურების ოჯახს დააპირდა, რომ ბინის მიღების მიზნით მერიასთან უშუამდგომლებს. მარტო ხელა დედა, რომელიც არის სოციალ
ოფიციალურად დაუცველი და აქვს 10,000 კულა, ანუ თუ არ მიწყენს ქალბატონი თამრიკო, ეს ნიშნავს, რომ არის სიღატაკეში, არის ღატაკი ადამიანი. საერთოდ ვერ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე იმის გამო რომ უძვირესი არის გადასახადებია იმის გამო რომ ხშირად რომ ფული არ აქვს შეიძლება ელექტროენერგია აქვს ჩაჭრილი იმის გამო რომ ფული არ ქონდა თავისი შვილი 8 წლის ასაკში შეიყვანა სკოლაში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აუცილებლად იმისთვის რომ ასეთი მარტოხელა დედები ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ აქვთ ოჯახში უნდა იყვნენ პრიორიტეტულები სახელმწიფოსთვის ერთადერთი ჩემი თხოვნა იქნება სახელმწიფოსთვის რომ რამენაირად იქნება ფართი საცხოვრებელი ფართი მომცენდრო ბავშვებთან ერთად. აი თუ ვინმე შეუძლია ამის გაკეთება. ახალი მემარჯვენების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა კი ადგილობრივებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. პრეზენტაციას სამეგრელოში მოქმედი როგორც მედია საშუალებების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყანაში ემოციური არჩევანის გაკეთება უნდა დასრულდეს და საზოგადოებამ არჩევანი პროგრამებიდან და პარტიების ხედვიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს. განაცხადა პროგრამის პრეზენტაციისას მანანა ნაჭყებიან. ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება. გვეუბნება რომ მოდით იმის ნაცვლად რომ დაპირისპირება გადაიზარდოს პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაში. პროგრამები დაუპირისპიროთ ერთმანეთს, თქვენი ხედვები დაუპირისპირეთ პოლიტიკურ პარტიებს და მიეცით თქვენ სამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ამ დაკვეთას ვასრულებთ და ძალიან კარგი იქნება თუ პოლიტიკური პარტიებიც მოგვბაძავენ თავიანთ პროგრამებს წარუდგენენ ამ მომრჩეველს. ქართული ოცნების თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. გელა სამხარაული ამჯერად ქვემო ხვედაშენისა და კურდღელაურის მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას კოალიციის პროგრამა გააცნო და ადგილობრივებს გამარჯვების შემთხვევაში სოფელში არსებული პრობლემების, გზის, სასმელი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ეს ფილიალიდან არის შევხვდით ქვემო ხვედაშნის მოსახლეობას ვისაუბრეთ 9 სექტემბრის დაგეგმილ აქციაზე, რომელიც თელავში ცენტრში უნდა გაიმართოს. უთმელად ელოდება მოსახლეობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლას ჩვენს რაიონში. ასევე მოვისმინეთ მათი პრობლემები. კარგი შეხვედრა იყო ამ დეპუტატისგან და მე კმაყოფილი ვარ. ყველაფერი მომეწონა განათლება, სოფლის მეურნეობა, საავადმყოფო ეკუთვნება. სულ ყველაფრით კმაყოფილი ვარ ნამდვილად. ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ძალიან კარგად ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი არენაზე არ ჩანდა. და არც ვიცოდით, ვინ იყო პიროვნულად ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მის ხელმოქმედებაზე, მის მიერ გაწეულ 8 წლზე ძალიან ბევრი გვსმენოდა. ეხლა უფრო ნათელი გახდა ყველაფერი. ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის თანამშრომლები დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. ღია წერილი უკვე მზად არის, თუმცა სანამ მას ვანო მერაბიშვილს გაუგზავნიან, მანამდე წერილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველებმა წაიკითხეს. კოლეჯის მასწავლებლები შენობის დახურვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ რეალურად მათი სასწავლებელი ხელისუფლების კომერციული ინტერესების გამო დაიხურა. 2006 წელს თებერვლის თვეში დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, დაუმტკიცდა წესდება და დაუმტკიცდა 3 ტექნიკური მიმართულების 3 სპეციალობა ბრძანებით. და მერე რა მოხდა და რამ გამოიწვია ამ სასწავლებლის სალიკვიდაციოდ გამზადება, ეს დღემდე პასუხი გაუცემელია. მივიწყებული სოფელი საჩხერის რაიონის სოფელ ვაკისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დასახლებაში არ არის ელექტროენერგია, დაზიანებულია გზაც. ზამთარში კი სოფელი ცივილიზაციას წყდება. უგზოობის გამო სოფელში ექიმებიც ვერ მიდიან. ვაკის რაიონული ცენტრიდან 47 კილომეტრში მდებარეობს. სოფელს წლებია ელექტროენერგია არ აქვს. აქ არც გზა და ტრანსპორტია. მიუწვდომელია სამედიცინო მომსახურეობაც. ადგილობრივებს საჩხერეში ჩასასვლელად 10 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. ზამთარში სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. Poate mâncare tu a o găște ca să se astră cu mă uite să გზაში მივიდეს სამანტოფონი თუ შევიდეს კაცი. შუქია 9 მილიონი ჯდებაო და მაგნიტა ხაჭერ არ გვაქვს. ზრამდე მეუთხარი სასაო შევავლებთ ხელს. არც ხელი შოულია, არც გაულია, არც დაუნახია, არც იციან, არც გაზმოე. მოგეთ მიტოვებული ხალხი ვართ რა, ყველანაირად ხელისუფლება. ვაკისელები მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, თუმცა სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ.
მამა პაპეულ ადგილს და სოფელს არ მიატოვებენ, ცოტა ხელი შეწყობა უნდა ხელისუფლებიდან, გზა, შუქი, რომ ეს ახალგაზრდები დამაგდონ, მოშენდეს ისევე სოფელი. აი ასეთი მიუვალი სოფლების განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, იმიტომ რომ სოფელი კვებავს ქალაქს და ქვეყნის ძლიერება არის სწორედ თითოეული გლეხის ოჯახის სიძლიერეში და აი ასეთ ოჯახს უნდა კონდეს ხელშეწყობა. ვაკისოში დღეს 9 ოჯახი ცხოვრობს, აქ ყველანი ერთმანეთის ნათესავები არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგია მალე ექნებათ. ახალი სამზე ამი დასრულებულია დღის სხვა ახალი ამბებით ერთმანეთს უკვე 18 საათზე შევხვდებით. დროებით.